1001 ღამე. დედა, ჩიტი დავინახე და მინდა დავეჭერა. მეგობარო, ქალებს ნუენდობი. მათ დანაპირებს ირონიით შეხედე და გაიარე. ქალები ნამდვილ სიყვარულზე გველაპარაკებიან, მაგრამ თუ დააკვირდები, მოღალატე გონებას მათი სამოსის საამურშ რეალსა და თრთოლვაში ამოიცნობ. ისიც გაიხსენე, რომ ეშმაკმა ადამის სამოთხიდან ქალის დახმარებით გამოაძევა. არასოდეს თქვა, რომ თუ შეგიყვარდა, ეს გრძნობა არ გაგაგიჟებს და არ დაგიმორჩილებს, რადგან არ არსებობს მამაკაცი, რომელიც ლამაზი ქალის მიერ დაგებულ მახეში ერთხელ მაინც არ გაბმულა. ნუ იცინი, მეგობარო, ეს სრული სიმართლეა. ეს ხომ ზღაპარია, მეგობარო, ზღაპარი, სხვა არაფერი. ქალებს თუ არ დაუჯერებთ, არც ისინი დაგვიჯერებენ. ქალები არც კი ცდილობენ, რომ დაგვიჯერონ. საღამო მშვიდობისა. კერემ ქალს მამაკაცის არასოდეს ჯერა. ისინი ორ პირები არიან. ხოლო ჩვენი ფული აინტერესებთ. კარგი რა. მართლა გეუბნები. იმ მაგიდა შეხედე? სიამოვნებით დაგთანხმდით, შესანიშნავი ადგილია. ეს ქალები მინიმუმ 30 წლით უმცროსები არიან იმ კაცებზე. როგორ ფიქრობთ, რა უნდათ იმ ქალებს? სიყვარული? სიტბო? მათ რატომ უნდა ვუყუროთ? ისედაც ხადია, რაც წარმოადგენენ. ისინიც ქალები არიან. ყველა ერთნაირია. მზად ხარ? მზად ვარ. ვერ გამოვიძინა. ღამე არ გეძინა? არა, მეძინა. გეძინა, მაგრამ ვერ გამოიძინე. წავედით. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ბატონო იალჩენ. ლისმენ? ამბობენ თქვენს Volkswagen-ს Porsche-ს რა აქვს, მართალია? ლაღინაშვილო, რას გადაეკიდებ საბრალო მანქანას? თუ შეიძლება კარი დავხუროთ? ყველას მოგესალმებით. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მეგობარო. დილამშვიდობისა, მოგბრძანდით. ქალბატონი, რომელიც საუკეთესო არქიტექტურად ვაღიარეთ, ჯერ არ მოსულა. მეგობრებო, მიირთვით. ბატონო იალჩენ, გთხოვთ. ონურ. ბატონო იალჩენ, გავიგე რომ თქვენი ასაკის ხალხმა კომპიუტერს ომი გამოუცხადა, მართალია? კერემ შვილო, გეყოფა და წირვა. თქვენი აზრით კომპიუტერი პროფესიონალიზმს კლავს? ოილია?
ესე იგი, გამოდის რომ ხელით უნდა ვწეროთ? ყველა შეატყობინეთ თათბირი რომელზე იწყება. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ქალბატონო ნურხაით. მაპატიეთ დამაგვიანდა. თქვენმა მაღვიზე რამ არ დარეკა? არა ბატონო, დარეკა. დარეკა, მაგრამ მაინც დაგაგვიანდათ. ხო დავიწყოთ. ცოტა დრო გვაქვს. მეგობრებო, როგორც იცით, დუბაიში ტენდერი მოვიგეთ. ჩვენ ვიწყებთ 2.45 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას. ყველას დიდ მადლობას გიხდით. მეც მინდა ეს გამარჯვება მოგილოცოთ მეგობრებო. დღე და ღამე მუშაობდით. განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ შეჰრაზადს. დუბაიში ეს ტენდერი მისი დამსახურებით მოვიგეთ. ასე რომ უღრმესი მადლობა. ქალბატონი შეჰრაზადის მთავარმა პროექტმა კი, როგორც იცით, ფონდ ხალიდ მუნას ნაციონალური პრემია მიიღო. მიულოცოთ მას. დიახ, კიდევ ერთხელ გილოცავთ. ოჯახ, გილოცავთ. გილოცავთ, მადლობთ. რადგან პროექტის გამარჯვებული თქვენ ხართ, გთხოვთ დეტალები გაგვაცნოთ. ისმენთ. რაც ბრძანებთ. ეს საერთო გამარჯვებაა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. გთხოვთ პროექტზე გვიამბეთ. როგორც იცით, Sky Tower-ი 55,000 კვადრატული მეტრის კომპლექსია, რომელიც 2 ცათამბჯენისაგან შედგება და ერთმანეთთან ხიდით არის დაკავშირებული. ტერიტორია სულ 75,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. შენობებში წყალი ირეკლება და 4 შენობა მოჩანს, მაგრამ შეგიძლიათ დავბრძანდეთ და მოყვეთ. ასე მოგისმენთ. ცათამბჯენებს შორის არსებული დაშორება საშუალებას გვაძლევს, რომ ის სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოვიყენოთ. კან მოვედი. შვილო, დედიკო მოვიდა. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო ნიგარ. გმადლობთ. ეს შენ დახატე? ძალიან ლამაზია. ნახე აქ ვინ არის. შენი საყვარელი სათამაშო. გინდა ცოტა ვითამაშოთ. გამარჯობა ჩემო მეგობარო. შეხედე, პიკნიკისთვის კალათი მაქვს. შოკოლადებითა და კონფეტებით სავსე. თუ ყველა შევჭამთ, ალერგია დაგვემართება მეგობარო. ხომართლა, მაგრამ არა უშავს. კონფეტებს მაინც შევჭამ. ალერგიის არ მეშინია. და ახლა შოკოლადე შენ გიყვარს? ძალიან მიყვარს მეგობარო კან. ქალბატონო შეჰრაზად, ექიმი რეკავს სასწრაფო საქმე მაქვსო. ბატონო ათილა? რა? მართლა? კარგი, ახლა ვემოვდივარ. შეხვედრამდე. ნამდვილად არ გინდათ რომ ისადილოთ, ბატონო. არა, არ მინდა გბადობთ. მალე მივდივარ. მაშინ ნება მომეცით გავიდე და ვისადილო. ჯერ არ გისადილიათ? წადით. ბატონო ონურ, ერთი წუთით გძალიათ. თათბირი მალე დაამთავრეთ. თქვენთან დალაპარაკება ვერ მოვასწარი.
Sky Tower-თან დაკავშირებით ახალი იდეა მაქვს. მე დაჯდომა შემოგთავაზეთ? ონურ, ჩემს დივანს ელაპარაკეთ შეხვედრაზე. მინდოდა მოვსულიყავი. ახლავე გადით, გთხოვთ. რამდენიმე წუთით. გადით მეთქი. ეს რა თავხედობაა? რა უზრდელია? ვინ მიიღო სამსახურში? იმ საკონსულტაციო სააგენტომ, რომელთანაც ჩვენ გინდოდა თანამშრომლობა. მე გეუბნებოდი არქიტექტორები თავად დაარჩიე. ბატონ ისმაილთან დამაკავშირეთ. შეცდომა დავუშვით. არაკვალიფიციური სპეციალისტისთვის დიდი თანხა გადავიხადეთ. ეს ქალი სადიპოვეს. არქიტექტურია თუ იეფასიანი კახბა? ბატონ ისმაილ, ერთ-ერთი არქიტექტორი, რომელიც ახლახან მივიღეთ, რა ქვია? არ ვიცი. ჟალე, მგონი ჟალე. ჟალე. არ მგონია სხვა თანამშრომელი ჟალე გყავდეს. კონტრაქტი გააუქმეთ. დიახ, ახლავე. მიზეზი თავად მოიფიქრეთ. გთხოვთ. რა ხალხთან გვაქვს საქმე? როგორ ფიქრობ, ასეთი ხალი შეძლებს დუბაის პროექტზე მუშაობას? დუბაიში კი არა, ჩვენს ოფისშიც კი გაუჭირდება მუშაობა. წავიდეთ. შესაძლებელი დონორი აზერბაიჯანში ცხოვრობს, ბაქოში. ის ხალი მიჰრიბან ვაჰაბზადე 38 წლისაა. მისი 15 წლის ბიჭი ლეიკემიით გარდაიცვალა. საბრალო. თუ ყველა ხარ საუნაზღაურებს, შეუძლია მალევე ჩამოვიდეს და დონორობაზე დავთანხმდეს. რა თქმა უნდა, გადავუხდით. გთხოვთ. ღმერთო ვერ ვიჯერებ. ქანისა და იმ ქალბატონის სისხლის უჯრედების მაჩვენებლები ერთმანეთს ემთხვევა. რა თქმა უნდა, აქ კიდევ გავაკეთებთ ანალიზს. ფიქრობ, თქვენი შვილის გამოსაჯამრთებლად ეს დიდი შანსია. იმედია. მაგრამ როგორც იცით, ძვლის ტვინის გადანერგვა ძალიან ძვირიჭდება. დიახ, ამაზე არ გვისაუბრია. რა თანხაზეა ლაპარაკი? მე რამდენიმე ვარიანტი განვიხილე. ახლა ზუსტ თანხას ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი $200,000-ზეა ლაპარაკი. რა? დაახლოებით ასეა. შეიძლება ცოტა ნაკლებიც, მაგრამ ჩვენ $200,000 უნდა ვივარაუდოთ. რას ამბობთ, ბატონო ათილა? მესმის თანხა დიდია, მაგრამ სამწუხაროდ ასეა, ხალბატონო, შაჰრაზად. ძვირადღირებული ოპერაციაა. ჯობს მიჰრიბან ვაჰაბზადე დროზე ჩამოვიდეს, რადგან ქანის მდგომარეობა მძიმეა. რა თქმა უნდა, მაგრამ არ მეგონა ამხელა თანხა თუ იყო საჭირო. გთხოვთ, სუფრა გაშლილია. მადლობთ. დილის დათმირმა კარგად შეიარა. ო, გეთანხმები, მას მე რაც დეტალები განვიხილეთ, მშვიდად ვარ. მეც. აბა ბატონო მუჰარემ, დღეს რა თევზი გაქვთ? იმედია ისევ კაპარჯინას არ შემოგთავაზებთ. ოკეანის ძალიან კარგი თევზი გვაქვს. სპეციალურად თქვენთვის მოამზადეს. კარგი, მოგვიტანეთ. მე წინა ჯერზე მომზადებული თევზი მომეწონა. დღესაც გაქვთ? დიახ, ბატონო ქერემ, თქვენთვის გვაქვს. რას დალებთ, თეთრ ღვინოს თუ რახს? მე რახს დავლევ. კარგი, მეც რახი მომიტანეთ. ახლავე მოგართმევთ. ძმაო, ამასობაში მშვენიერი პრემიაც მივიღეთ. ხო. ფონდ ჰალიდ მუნას პრემია სახუმარო საქმე არ არის. ასეა, გეთანხმები. ახალი არქიტექტორი ნამდვილი პროფესიონალია, რა ქვია? ქალების სახელებს ვერასდროს იმახსოვრება რა? საინტერესოა რატომ? დადგი. კარგი. მის სახელს ვერ დაივიწყებ. რატომ? შაჰრაზადი ჰქვია. შენი საყვარელი ზღაპრის გმირის სახელი. მართლა? უნდაღება არ მიმიქცევია. განსაკუთრებული ქალია არა? სხვებს არ გავს, დახვეწილი მანერები აქვს. ჭკვიანია. სერიოზული. ალბათ თათბირზე შენ შეამჩნია, თუმცა დილიდანვე უსაყვედურა. დააგვიანა, ქერემ. 15 წუთი ველოდებოდით. სხვა დროს არ შემოუშვებდით თათბირზე, მაგრამ დღეს ვაპატია. ჩვენ ხომ მისი წყალობით მოვიგეთ ტენდერი. მერტო რამ კაცრი ხარ. ბატონო უფროსო. შენ კი მეტის მეტადელმობიერი ხარ. ერთმანეთს ვავსებთ. ონურ. ალმატის პროექტს რა ბედი ეწევა? იმ პროექტს შენ მიხედე, ქერემ. ესე იგი მარტო მტოვებ ძმაო? ჩვენ ხომ შევთანხმდით. დუბაი ჩემი პროექტია, ალმათა შენი, მორჩა. იქნებ გავცვალოთ.
ვერ გავცვლით მაპატიე. დუბაის პროექტზე ბევრი უმუშავე. გთხოვ ძმაო, მიდი ჭამე. რა ჯიუტი ადამიანი ხარ? ონურ, გემრიელად მიირთვი. შახრაზად, შენზე ნერვიულობდი, სად იყავი ძურფასო? რა მოხდა? რატომ დირი? მადლობ ბენო, ისევ შენ გადამარჩინე. არაფერს. რა დაგემართა მომიყავი? დღეს ქაანის ექიმს ველაპარაკე. მერე? მისთვის დონორი იპოვეს. რა კარგი ახალი ამბავია. დონორი ნაპოვნია, რაღაცომ დირი? როგორ არ ვიტირო? ექიმმა მითხრა $200,000 საჭიროა. 200,000? ძალიან დიდი თანხაა. სად ვიშოვო ეს თანხა? მუშაობა ახლახან დავიწყე, მანქანის გარდა არაფერი გამაჩნია, ბენო. ძერფასა, ნუ ნერვიულობ, რამეს მოვიფიქრებთ. მეგობრებს ვთხოვთ დახმარებას. $200,000 როგორ შევაგროვებთ, ბენო? არ ვიცი. მამა, კარაკი გინდათ? ხო? ნიმეთ, კარაკი მომაწოდეთ. აბა დავიწყოთ. რას უცდით? მე ნუ მიდებ. ამდენს ვერ შევჭამ. მეც ვერ შევჭამ. ჩუმად. რა ხდება? რა იყო შვილო? მამა, ამდენს ვერ შევჭამ. თუ ვერ შეჭამდი ამდენი, რატომ დაასხმევინე? მაგრამ ბაბო, სანამ რაც თეფშზე გაქვს ბოლომდე არ შეჭამ, მანამდე ვერ ადგები. გასაგებია? ზოგს პურის ნატეხიც არ აქვს. ხალხი შიმშილობს. თქვენ გიამბობთ, ვერ შევჭამთო. მიდი შვილო, მიდი. ნუ ჭირვეულობ. ნუ გეშენია. მიდი დაელაპარაკე. სახლიდან რომ გამომაგდოს, იქნებ არ გამოგაგდოს. ასეც რომ მოხდეს, მაინც უნდა სცადო. მიდი, შედი ძურფასო. შვილო, ფრთხილად ჭამე, თორემ გადაისხამ. ვანელები ჩამოვიდნენ. მამა, ხვალ შენთან უნდა შეხვედრა. შევთავაზე რომ მაღაზია ლალელიში მოვიდნენ. წყალი დალია, შვილო, წყალი.
გაიგონე ქალბატონო. რა? ხედავალი ქემალმა ვანელების დარწმუნება შეძლო. კარგია, ყოჩახშვილო, ყოჩახ. ჩვენი სახლის კარი ყველასთვის ღიაა, ალი ქემალ, ყველასთვის. მადლობ. რევანი მომზადე? რატომ არ გაგვაფრთხილე? ამდენ მანთის ხომ არ შევჭამდით? სეგერგოთ გემრიელად მიირთვით ბატონო ბურხან. გმადლობ. დღეს ბევრი რამ მოგიმზადებიათ, გადასაღრელი გახდება. არ გადავყრით. ბავშვები ყველაფერს შეჭამენ. ასე გონია, აბა ვნახოთ. ბატონო ბურხან, თქვენთან ვიღაც ქალბატონი მოვიდა. მართლა? ვინ არის შემოვიდეს? რა ხდება ქალბატონო ნადიდე? ბატონო ბურხან. სარკაპეტო. ჩემი ხათრით. არ გააგდო, გთხოვ. ზევით აიყვანე. გთხოვთ წამობრძანდით. აქ მოსვლა როგორ გაბედა? ხედავ გაბედა. ალბათ რაღაც სერიოზული მოხდა რა კი? ასე გვიან სახლში მოგვადექით, სადაც თქვენი ნახვა არავის უხარია. ქალბატონო შაჰრაზად. სხვა გზა არ მქონდა. ალბათ სტუმრად არ მოსულ ხართ. თქვენი შვილიშვილი ძალიან ავადაა. შვილი. მართლა? ლეიკემია აქვს. სისხლის გათათრება. სასწრაფო ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. გოგონებო, თქვენ ოთახებში ადით. უფროსებმა უნდა ვილაპარაკოთ. წადით. რა თავხედი, რა უსინდისო ქალია. რაც მოხდა მას მერე აქ მოსვლა როგორ გაბედა? ალბათ რაღაც ისათხოვნელად მოვიდა. საბრალო ახმეთი ალბათ საფლავში ტრიალებს. ფიუსონ. ტყუილია? დედა როგორ ბედავს ამ სახლში მოსვლას? იმ საბრალო გოგომ რა დაგიშავათ? მეტი რაღა უნდა დააშავოს დედა. მართალია დედა. განა ახმეთის სიკვდილში ის არ არის დამნაშავე, მის გამო ახალგაზრდა ბიჭი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჩემი ძმა ძალიან ახალგაზრდა იყო. ხო. რა იცით რომ მის სიკვდილში ისაა დამნაშავე? ეს
ეს უბედური შემთხვევა იყო. კარგი რა დედა არ მესმის რატომ იცავ იმ ქალს? ჩემი ძმის სიკვდილი უნდოდა და მიზანს მიაღწია. ალი კემალ საკმარისია. დედა შეხედე რა. ვერ გავიგე მისი ადვოკატია რა? მე რა ვიცი, მიდი და კითხე. თანხის ნაწილი ვიშოვე, მაგრამ არ მყოფნის. კიდევ $150,000 მჭირდება. გემოდარებით ბატონო ბურხან. ფულს სხვას ვერავის ვთხოვ. ყველს დაგიბრუნებთ. გეფიცებით. კანი თქვენი შვილიშვილია. რა ჩემი შვილიშვილი? რომელი შვილიშვილი? ის ბავშვი ერთხელაც არ მინახავს. თქვენ არ გინდათ ნახვა. ახმედმა რამდენჯერ გთხოვათ. რატომ უნდა მენახა? ოჯახის შერცხვენა დამევიწყებინა და დავთანხმებოდი? მე ამ ოჯახის უფროსი ვარ. მამა ვარ. მამა. გთხოვთ. მომისმინე ხალბატონო შაჰრაზად. ჩემმა უმადურმა შვილმა მშობლებს არ დაუჯერა და შენზე დაქორწინდა. ჩემი დალოცვის გარეშე დაქორწინდა. ჩვენი ოჯახი შეერცხვინა. კარგი ბატონო ბურხან, მაგრამ ახლა წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ, გთხოვთ. თქვენი შვილიშვილი ძალიან ავადაა. მე შეგიძლიათ მიყვიროთ. შეურაცხყოფა მომაყენოთ, გამაგდოთ, მაგრამ გთხოვთ. შვილი გადამირჩინეთ, ბატონო ბურხან. დიდი ქონების პატრონი ხართ. $150,000 თქვენთვის არაფერია, ჩემთვის კი ძალიან დიდი თანხაა. ყველაფერი ვიღონე, მაგრამ ამ თანხის შეგროვება ვერ შევძელე. ჩემი შვილი მხოლოდ 5 წლისაა. გთხოვთ, ბატონო ბურხან. თუ ღმერთი გძამთ. დამეხმარეთ. გთხოვთ. მე შენ არ გიცნობ, შაჰრაზად. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი შვილის სიკვდილი შენი ბრალია. სულ ესაა. არა, ბატონო ბურხან. არა. მისმინე. რაც არ უნდა მოხდეს. არ შენ დაგეხმარები. არ შენ შვილს. გასაგებია? ბატონო ბურხან. გეუბნებით თქვენი შვილიშვილი კვდება. დავიჯერო საერთოდ არ გებრალებათ. სიბრალულზე რა უფლებით ველაპარაკები, ხალბატონო შაჰრაზად. სიტყვები შეარჩიე. ასეთი სასტიკი ნუ იქნებით. გთხოვთ. მე აჰმეთი დიდი ხნის წინ დავივიწყე. ამ სახლში მოსვლა აღარ გაბედო. يحييها الذي أنشأها أول مرة وهو بكل خلق عليم الذي جعل لكم من الشجر الأخضر გასასიამოვნო საღამოა. ისევ გაწვიმდა. დედა ჩემი ლოცულობს. وليس الذي علق დედას ყოველთვის ახსოვს მამა ჩემის გარდაცვალების დღე არავის ყდება. ყოველ წელს იმ დღეს როცა მისი ქმარი სხვა ქალის ლოგინში გარდაიცვალა, ჩვენ სახლში მისი სულის მოსახსენიებელ ლოცვას კითხულობენ. გალობა იცმის. შენ კი შენს ყენასა და ბრას ვერ ივიწყებ. ვერაფრით ვერ მშვიდდები. მე ამ ისტორიასთან ერთად გავიზარდე. 12 წლის ვიყავი, როცა მამა ჩემმა ის ქალი გაიჩინა. ვიცი, მაგრამ წლები გავიდა, დაივიწყე. სათქმელად ადვილია. როგორია, როცა მამა შენი უცხო ქალის სათამაშო ხდება? ონურ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. იმ დროს შენ გვერდით ვიყავი.
და ვიცი რაც უდღეში იყავით. თუ ასე მაშინ რატომ მეკამათები? როცა გეუბნები, ქალებს არ უნდა ენდომეთქი. კარგი, ასე იყოს. ქალებს არ მივენდობით. არ დაუჯერებთ, მაგრამ ჩვენი დედებიც ხომ ქალები არიან? არც მათ უნდა დაუჯეროთ? ეს სხვა. ისინი დედები არიან. ანუ შვილების გაჩენის მერე ქალები იცვლებიან? რა თქმა უნდა. ონურ. ყველა ქალ შეუძლია დედა გახდეს. არა. ბავშვის გაჩენა ყველა შეუძლია, მაგრამ ყველა ქალი დედა არ არის. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა. გმადლობ ძვირფასო, ღმერთმა გაანათლოს. ყველას გონია რომ დედა ჩემს მამა ჩემი ძალიან უყვარდა. რა თქმა უნდა. შენ სახლში წლების მანძილზე ვესწრები ასეთ ლოცვებს. მგონი ამი დედა მამა ჩემს თავს ახსენებს. ეუბნება შენ დამდავე, მაგრამ მე არ დამვიწყები ხარო. რა უცნაური ხარ, ონურ. წლები გავიდა, მაგრამ არ იცვლები. სულ უფრო აუტანელი ხდები. ონურ, აი სად ყოფილ ხართ? აგვარ დედა. სტუმრები წავიდნენ? ო, წავიდნენ. შვილო, ჩვენი წასვლის დროც მოვიდა. კარგი? არ წახვიდეთ. ვთხოვთ, დარჩით. ჯერ ადრეა, დასხედით. კარგი. დედაცევალ დაბრძანდით. მადლობ, შვილო. შახრაზად, ადექი, პატარამ დაიძინოს. კარგი, ფული არ მოგცა, მაგრამ რატომ არის ის კაცი ასეთი სასტიკი? არ უნდა და მისი რძალი გამختارიყავე. რატომ შახრაზად? რატომ იყო შენი და ახმეთის ქორწინების წინააღმდეგი? უნდა და რომ ახმეთი თავიანთ ქაისერელ ნათესავზე დაექორწინებინა. გონი იმ გოგოს მამასაც შეუთანხმდა. ახმეთი გააფრთხილა, რომ თუ ჩემზე დაქორწინდებოდა სამუდამოდ დაივიწყებდა. მერე არავისთვის არაფერი გვითქვამს. ჩუმად დავქორწინდით. ერთხელ ახმეთმა მითხრა, მამა ჩემი კარგი ადამიანია, როცა გაგიცნობს, შევუყვარდებიო. მივედით და გავიცანი. სახლში არ შეგიშვათ არა? ახმეთს უთხრა დაივიწყე, რომ ჩემი შვილი ხარო. ძვირფასო. წარმოგიდგენია, ბენო, ახმეთის დაკრძალვაზეც არ მოვიდა. შეიძლება შვილის დაკრძალვაზე არ მიხვიდე? არა, ძვირფასო, რა სასტიკი ადამიანი ყოფილა. მერე ახმეთის ძმა მოვიდა. მიფიქრე, თანაგრძნობის გამოხატვა უნდა მეთქი. მან კი მითხრა, კმაყოფილი ხარ ჩემი ძმა რომ მოკალიო. რა? მე მადანაშაულებენ მის სიკვდილში. მაგრამ ახმეთი ხომ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გონიათ რომ მე და ახმეთმა ვიჩხუბეთ. საჭესთან ნასვამი დაჯდა და ავარიაში მოყვა. ახმეთი მართლა ნასვამი იყო? იმ დღეს რესტორანში ვივახშმეთ. ძმამ დაურეკა. ჩემზე საშინელი რაღაცეები უთხრა. ახმეთი გაბრაზდა და სმა დაიწყო. მერე თქვა, რომ მამამისთან წავიდოდა და დაელაპარაკებოდა. ახმეთს ვთხოვდი, არ წასულიყო. არ წახვიდე მეთქი ვემუდარებოდი, მაგრამ არ მომისმინა და წავიდა. მანქანი საჭესთან დაჯდა, მერე ზღვაში გადავარდა. ეს საშინელება იყო. საშინელება.
კარგი, ნამშვიდდი. ნამშვიდდი ძვირფასო. ადამიანმა ასე როგორ უნდა დაკარგოს სინდისი? არ მესმის როგორ გაბედა აქ მოსვლა? მისი შვილი ავადაა. ჩვენ რა ვქნათ? ის ხომ ჩემი მშობლების შვილიშვილია. ამიტომაც მოვიდა. რას ამბობ? რომელი შვილი? ის ბავშვი ევლია ოღლუ არ არის? ჩვენი გვარის გამგრძელებელია. მორჭი გვარის გაგრძელებაზე ლაპარაკს. მე ვინ ვარ? მეც ხომ მეყოლება ბიჭი. ნუ თუ ის არ იქნება გვარის გამგრძელებელი. კარგი გთხოვ დამშვიდე. როგორ დამშვიდდე? იმ ქალის ბავშვს მოახსენებ. ამ ოჯახს ერთადერთი მემკვიდრე და გვარის გამგრძელებელი ეყოლება. ის ბიჭი, რომელსაც მე გავაჩენ. მე ვარ ევლია ოღლუს ოჯახის მემკვიდრის დედა. გასაგებია? არ გითხარი ამ თემაზე ნუ არ ვილაპარაკებთ მეთქი. ხომ აგიგრძალეთ იმ ადამიანის სახელის ხსენება, რომელმაც ბურჰან ევლია ოღლუ აბუჩა დაიგდო. ასე ნუ ამბობ ბურჰან. შვილზე უარი თქვი, მაგრამ შვილიშვილმა რა დაგიშავა? ლეიკემია აქვს. ღმერთი გამოაჯამრთელებს. მე მხოლოდ ლოცვა შემიძლია და მორჩა. ნუ ტირი. არიტირო მეთქი. რა მალე დაგავიწყდა? მაშინ რა დღეში ჩაგვაგდო ახმეტმა. იმ გოგოს მამამაც დაგცინა. მართალია შვილს განათლება მიეცით, ინჟინერი გახდა. მაგრამ მშობლების პატივისცემა არ გისწავლებიათო. ასე არ გითხრა? გითხრა თუ არა? კარგი ბატონო ბურჰან, მართალი ხარ. მაგრამ როგორ არ გესმის ის ჩვენი შვილიშვილია? არა. დაიმახსოვრე. ახმეთის შვილი, ჩემი შვილიშვილი არ არის. მაგრამ იმ ბავშვს კიბო აქვს. კიბო. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი